გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 7-ზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. სკანდალი და შიდა განხეთქილება ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტსაბჭოს სხდომას და მის შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს. მისი თქმით, დახურულ სხდომაზე საბჭოს 130 წევრის ნაცვლად მხოლოდ 40 მათგანი ესწრებოდა. შესაბამისად, კვორუმი ვერ შედგა. მისივე ინფორმაციით, სწორედ სააკაშვილის მოთხოვნა იყო გადამწყვეტი სხდომის ფორსირებულ რეჟიმში ჩატარება, რის ოქმსას ნაცმოძრაობის გენერალური მდივანი მალავს. თავად ცისკარიშვილი ბოგუჩავას ბრალდებებს თანამდებობისთვის ბრძოლას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი საკუთარ პარტიას ებრძვის. ბოგუჩავას ანა წითლიძეც უპირისპირდება პრიორიტეტებს უწუნებს და აღნიშნავს, რომ პოლიტსაბჭოზე მისი არ დასწრება თანამდებობის შენარჩუნების უბადრუკი მცდელობაა. ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციაში. თუ რაიმე საფრთხეს უქმნის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს არის ის იაფასიანი მანიპულაციები, რომელსაც როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე. ვერანაირი ჩვენებების მიცემით, ვერც მათ შორის მინიშნებებით, ქართულ ოცნებას ვერანაირ საბაბს ვერავინ შეუქმნის ჩვენი დოკუმენტაციის ჭყალებში სიყალბესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად ზედმიწევნით იქნება მოწესრიგებული, ვერანაირი მინიშნებებით ქართულ ოცნებას, ვერანაირ საბობს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ ჩვენ დაგვახარვეზონ და პარტია რეგისტრაციაში არ გაატარო. ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოგუჩავამ ეს გზა აირჩია საკუთარ პარტიასთან ბრძოლის. ამ ჩემს მრავალ ჭირგამოვლილ ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე. როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის კვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. სამწუხაროა. ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ, თორემ ესეც შეგვიძლია. ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოს წასვლაც. ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართულ ხალხს არ მოწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოწონთ, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, დღევანდელი მოცემულობა და ძალიან კარგია, უკვე ერთმანეთი ამოიცნეს, ერთმანეთში დაინახეს ის რასაც ქართული ხალხი ხედავდა მათში ამდენი ხნის განმავლობაში, ერთმანეთში ამოიცნეს უსამშობლო ადამიანები და შესაბამისად არ მოწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ ეს რეალურად ასეა, ხო? აღარ მოწონთ ერთმანეთიც კი, მანამდე ქართულ ხალხს არ მოწონდა ეს აგენტურა, ახლა აღარ მოწონთ უკვე ერთმანეთი. ეს არის მათ შორის, რა თქმა უნდა, იმის გამოძახილი, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის, საკუთარი პატრონების წინაშე. და ეს არის საბოლოო ჯამში ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი. თავისივე ამომრჩევლებიც კი დასცენიან, უკვე და არა მარტო დასცენიან, ერთმანეთს ებრძვიან, ხო ხედავთ. არა მარტო ფილიალებში, თქვათ, იქ ახლები ძველებს, ან თქვათ, გამოყოფილები, დარჩენილებს, არამედ დედანაც მოძრაობაში ვინც არიან დარჩენილები, ისინიც კი ერთმანეთს ებრძვიან. ვიღაცა არ უგზავნის უწყებას პოლიტსაბჭოზე, მერე ესენი საჯაროდ ბრალდებას წაუყენებენ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას, იქ ისინი თავს იმართლებენ და არის ეს რომ იტყვიან პოლიტიკური აჯაფსანდალი და აი ამ რეალობაში უნდათ რომ ქვეყანა აცხოვრონ. ეხლა ხო დაინახა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ პარტიას როგორ მართავენ ბჭყალებში და მერე აქედან გამომდინარე როგორ მართავდნენ ქვეყანას და საომავლოდ კიდე როგორ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის იანკელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის ერთობლივ სტატიას პრემიერ-მინისტრი დიპ სტეითის აგენტურის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ნაბიჯად აფასებს. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მტკიცედ იცავს, რაც გარე ძალების გაღიზიანებას იწვევს. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად გარე აქტორების თავდასხმებისა, ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვას მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, ეს არის დიპ სტეიტის აგენტურა, რომელიც ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ, ქართული ხალხის წინააღმდეგ და ესეც არის მორიგი განცხადება, რომელიც მიმართულია ქართული ხალხის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბოლომდე დავდგებით იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ადამიანები გაღიზიანებას ვერ მალავენ, იმის გამო, რომ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნებით იქ, სადაც ეს არის საჭირო ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს ხელისუფლების მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი გემები 2029 წლისთვის მიიღოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პორტის მიმართ ინტერესი სხვადასხვა სახელმწიფოებისა და კომპანიების მხრიდან მზარდია, შესაბამისად სამუშაოები მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში ხორციელდება. ძალიან დიდი ინტერესია ამ პორტის მიმართ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არის მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ეს არის აღმოსავლეთის ქვეყნები და ეს არის ასევე ევროპული კომპანიები, ევროპის ქვეყნები. შესაბამისად, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ამ პორტს და ჩვენი მიზანია პირველი ფაზა, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ, ჩვენი ამოცანა 2029 წლისთვის უკვე დასრულდეს პირველი ფაზის სამუშაოები და პირველი გემები მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პორტმა და სწორი მიმართულებით მივდივართ, დაჩქარდა მაქსიმალურად სამუშაოები, ჩვენ მქონდა გარკვეული შეფერხება იმის გამო, რომ გადაიხედა კონტრაქტი და კონტრაქტის ღირებულება შემცირდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ეკონომიკის სამინისტროს და პირადად ეკონომიკის მინისტრს. ახლა უკვე შეუფერხებლად გრძელდება სამუშაოები, რაც გვაძლევს ჩვენ ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებას, რომ 2029 წლისთვის პორტი მიიღებს უკვე პირველ გემებს და მასში ამ პორტში, ამ პროექტში წარმოდგენილი იქნება არაერთი ქვეყნის ინტერესები. საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მხოლოდ წინა თვეში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 8.6% იყო, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში კი საშუალო ზრდამ 7.9% შეადგინა, რაც იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებში იყო გაწერილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზი კორუფციის აღმოფხვრაა. პირველ რიგში უკვე გამოქვეყნებულია პირველი 6 თვის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველად პროგნოზს. როგორც მოგეხსენებათ, წინა თვეში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 8.6% და 6 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 7.9%, რაც არის ბევრად მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ამას პროგნოზირებდა დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ სხვა საფინანსო ინსტიტუტები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას, ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, არის კორუფციის აღმოფხვრა. თქვენ იცით, რომ ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია და რა თქმა უნდა ეს პირდაპირ წყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას. პირველი ნახევარი წელი დავხურეთ ჩვენ 7.9%-ით, შესაბამისად ბუნებრივია საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰქონდა ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ გადაეხადა საკუთარი პროგნოზისთვის და გაეზარდა პირვანდელი პროგნოზი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის. რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს ბათუმში 5 პირი დააკავეს, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული კი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. ბათუმში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკია აღმოჩენილი. ამ კადრებში პოლონეთისა და უკრაინის მოქალაქეები ჩანან, რომლებიც ნარკოტიკებს ეგრეთ წოდებული დადების მეთოდით ასაღებდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს 100 გრამი მეთადონი და რეალიზაციისთვის 127 შეკვრად დააფასოეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბათუმში ქირით ცხოვრობდნენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად. ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის 10 კილოგრამამდე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. პოლიციის მიერ ასევე ნივთკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების ბრალდებით ჯამში 1 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. მეთადონის გარდა პოლიციამ ნივთმტკიცებად გასაყიდად გამზადებული 1 კილოგრამზე მეტი მარიხუანა, 9 კილოგრამამდე ტეტრაჰიდროკანაბინოლი და 8 კილოგრამამდე კანაფი ამოიღო. აღიარებენ თუ არა დანაშაულს ბრალდებულები უცნობია. დაცვის მხარე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. კომენტარისაგან თავს შევიკავებ თქვენის ნებად. აღკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნილი იყო პატიმრობა და
და შეუფარდა მოსამართემ პატიმრობა. გახსნილია ეგრეთ წოდებული კანაფის საქმეც. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ბათუმში ქირით ცხოვრობდა, ბინაში სპეციალური სათბური ჰქონდა მოწყობილი, სადაც კანაფი უკანონოდ მოყავდა და მის კულტივირებას ახდენდა. დაკავებულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. ხუთივე ბრალდებულს 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ტელეკომპანია ფორმულას ციცრუეში ამხელს. გავრცელებული განცხადების მიხედვით მედიას საშუალებას ჯერ კიდევ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ გემი ტარინ ივი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. გარდა ამისა, სანქცირებული არ არიან არც გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები. თუმცა მიუხედავად ამისა, მიზან მიმართულად გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი სანქცირებულია, რაც მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა. სააგენტო განმარტავს იმასაც, რომ სიუჟეტის ავტორის მხრიდან ადგილი ფაქტობრივი ინფორმაციის გადამოწმების უგულებელყოფას ჰქონდა. კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული შუამთობა აღინიშნება. ღონისძიების გახსნას პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დაესწრნენ. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და აჭარის როგორც ტურისტული რეგიონის პოტენციალსა და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. უფრო მეც ბორენა ონიანის სიუჟეტიდან შეიტყობთ. შუამთობის აღსანიშნად ადგილობრივები ყოველწლიურად კურორტ ბეშუმში იკრიბებიან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობენ. ტრადიცია არც დღეს დაირღვა. სახალხო ზეიმი აჭარაში სხვადასხვა გასართობის, სპორტული და მუსიკალური ღონისძიებებით აღინიშნა. დღესასწაულზე იმყოფებოდა მთავრობის მეთაური, რომელმაც მოსახლეობას შუამთობა მიულოცა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარა განსაკუთრებით ინახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს. ამიტომ ამ კუთხის განვითარებისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. ჩვენი პასუხისმგებლობა მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ კუთხის განვითარებისთვის. იცით რომ ბევრი რამ კეთდება ინფრასტრუქტურის კუთხით, არის ფუნდამენტური ცვლილებები, თუმცა ეს არ არის თქმა უნდა საკმარისი. საჭიროა ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება, საკურორტო ტურისტული მიმართულებით ამ კუთხის შემდგომი განვითარება და 4 სეზონიანი ტურისტული სივრცე უნდა გახდეს საბოლოო ჯამში. ზემო აჭარა ამ მიმართულებით მივდივარ ძალიან სწრაფი ტემპით და რა თქმა უნდა მომავალშიც ყურადღება არ მოაგდება ამ კუთხეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კონცერტით გაიხსნა. საზეიმოდ შეკრებილებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიმართეს. აქცენტი შუამთობის მნიშვნელობაზე გაკეთდა. პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ასეთი სახალხო დღესასწაულები აძლიერებს ეროვნულ იდენტობას, საზოგადოების ერთიანობას და ისტორიულ მეხსიერებას. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მეტი წარმატებული პროექტი იყოს, მეტი დასაქმებული ადამიანი იყოს, გავაძლიეროთ მთა. მოხარულები ვართ, დღეს ახალგაზრდები ამოდიან მთაში და აქ იწყებენ საქმიანობას და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. მე მიხარია რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს გილოცავთ ყველა შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, არა მარტო მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. და მე მინდა ალბათ გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოდივართ მაღალმთიან აჭარაში. ამ დაგვარი სახალხო დღესასწაულები გვაძლევს ჩვენს შესაძლებლობას, რომ შეუნარჩუნოთ ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას, თუ რანი ვართ, ვინა ვართ და საიდან მოვდივართ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩემო ძვირფასებო იმისთვის, რომ ასე უმხურვალეთ აღნიშნავთ ამ მართლაც გამორჩეულ, მართლაც საქართველოში გამორჩეულ უნიკალურ დღესასწაულს შუამთობას. აჭარის მთებმა ურთულეს სიტუაციაში 3 საუკუნე ქართველობა შეინარჩუნა და მოიტანა და აქ არის ქართველობა. მინდა ყველას ხოლო თანამემამულის განსაკუთრებით ამობრძანდეს ბეშუმში, გოდერძში. მინდა მოდივოცოთ შუამთობა, ისურვოთ წარმატება, მრავალი წლის შუამთობაზე ერთად შევკრებილიყავით და წარმატება და სიკეთესრას სამშობლოს. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი და რა თქმა უნდა ტრადიციული ნიშნობის ცერემონია. წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, სპეციალური ინსტალაციები და ფოტოზონები, საზაფხულო ატრაქციები და დეკორაციები. მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა საბავშვო და სპორტული აქტივობები.
შუამთობა ჩვენთვის არის განსაკუთრებული დღესასწაული. დღეს ჩვენ ხედავთ ბევრ გულღია ადამიანს, ხედავთ ჩვენი კუთხის შვილებს. მთა არის ჯაჭვი წარსულისა და მომავალს შორის და ზუსტად ამ კონტექსტში მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ჩვენს მოსახლეობას, უსურვო მემთეურებს წარმატებები, თის განვითარება, თის ხვალინდელი დღე არის ჩვენი რეგიონის წარმატება. შუამთობაზე მისულ სტუმრებს აჭარის მთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებით უმასპინძლეს. ძალიან სასიამოვნო გარემოა, ძირიდან აქ ვიმყოფებით მე და ჩემი კურსელები. ძალიან ვერთობით. ყველას ვილოცავ ამ ლამაზ ტრადიციულ დღესასწაულ შუამთობას. ღმერთმა ყველას მშვიდობით, წარმატებით მოასწროს ეს ასეთი დღესასწაული მრავალი ყოფილიყოს. დიდი მადლობა მთავრობას, ქვეყანას, რომ მშვიდობია ქვეყანაში ვცხოვრობ. ბეშუმში ყოველი წლის აგვისტოში შუამთობის აღსანიშნად სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთიანდებიან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა და უნეტარესმა მრევლს ილიაობა ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული მიულოცა, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო საპატრიარქო ტაძარში პატრიარქმა წირვა აღავლინა, რის შემდეგაც გვარები დალოცა. გილოცავთ ილიაობას. დღეს არის წმინდა წინასწარმეტყველ ილია თესბიტელის ხსენება. დღეს არის ასევე წმინდა ილია მართლის ჭავჭავაზის ხსენება. და ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებოდით და ვილოცავდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ანგელოზის დღეს. და აი ეს სამი დიდი მოღვაწე, რომელებიც მე ჩამორთვალე, მოღვაწეობდნენ სრულიად სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა დროს, მაგრამ მათ აერთიანებდა თავარი რამ. ისინი იყვნენ წინამძღოლები და სულიერი წინამძღოლები თავიანთი ერების, ხალხების და დიდი მოშურნეობით იცავდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და წინ აღუდგნენ სულიერ და ეროვნულ ღირებულებებთან მებრძოლ ძალებს. და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულეს ამ ღირებულებების გადარჩენის საქმეში. მიუხედავად მრავალი ქარიშხლისა, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს ჩვენს ეკლესიას, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის წინამძღოლობის პერიოდში, ვერც ერთმა ამ ქარიშხალმა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია და ესე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და მიხავდა მასთან ერთად მთელი ერი. დღევანდელი დღე ჩვენთვის სრულიად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ყოველ წელს ვიკრიბებოდით ჩვენ პატრიარქის წირვაზე და ულოცავდით მათ ამ დიდ დღეს. წელს არის პირველი ილიაობა, როდესაც უწმინდეს და ილია მეორის გარეშე შევხვდით, თუმცა დღეს უწმინდესმა შიო მესამემ კაფიოდ გაუსვა ხაზი და კაფიოდ აღნიშნა ის, რომ თუ რამხელა ღვაწლი მიუძღვის ჩვენს აცგანსვენებულ უწმინდეს ილია მეორის. უწმინდეს და უნეტარესი შიო მესამემ დღეს წირვა აღავლინა სამების საკათედრო ტაძარში და წირვის შემდეგ გადმოინაცვლა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა ილია მეორის სახელზე. მართლმადიდებლობა ბრევს ულოცავ დღევანდელ დღეს ილია თესბიტელის სენების და ილია მართლის სენების დროს. ასევე ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ნეტარხსენებული ილია მეორეს ანგელოზის დღეს. ამ დღეს ულოცავ ჩვენს ახალს უწმინდეს, ჩვენს პატრიარქს შიო მესამეს, რომელმაც უნდა განაგრძოს და განაგრძობს ილია მეორეს მიერ დაწყებულ გზას.
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული თიანეთობა აღინიშნება. მთელი დღის განმავლობაში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა სახის კულტურული გასართობი, საბავშვო სპორტული შემეცნებითი და მუსიკალური აქტივობა იმართება. ღონისძიების ფარგლებშივე რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა საპატიო მოქალაქის წოდებით 5 პირი დააჯილდოვეს. სიგელებითა და ფულადი თანხებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელებიც. ყოველ წელს თიანეთობა განსაკუთრებული ხდება, ძალიან მასშტაბურია, დიდი ინტერესია როგორც მოსახლეობის მხრიდან, ასევე დამსვენებლების მხრიდან და მინდა ვისარგებლო შემთხვევით მიულოცო თითო ოჯახს თიანელებს. არის ძალიან კარგი ხალისიანი განწყობა. ჩვენ დღეს პროგრამაში გვაქვს გათვალისწინებული ფშავ-ხევსურული ნივთების გამოფენა გაყიდვა, ასევე მთის პროდუქტების დეგუსტაცია, მასტერკლასები, არის მოწყობილი საბავშვო სივრცეები სხვადასხვა აქტივობებისათვის. მივანიჭებთ საპატიო თიანელის წოდებას ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს. თიანელ ხალხს ულოცავ თიანეთობას, წარმატებებს, ჯანმრთელობას უსურვებ. ჩემთვის დიდი პატივია თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება. გურია გემოფესტს მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შეკვეთილში მუსიკოსთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გასტრონომიული ფესტივალი მეორე დღეა იმართება. ფესტივალში 16 ვენდორი მონაწილეობს, ადგილზე სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონი, დესერტების სივრცე, ჩაის პავილიონი, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონებია მოწყობილი. გემოფესტის მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეებისა და ოჯახების ხელშეწყობაა. დღეს მეორე დღე არის, მონაწილეობ პირველად ამ ფესტივალში. მოლოდინები, რაც მქონდა, გადააჭარბა მოლოდინებს დღევანდელმა და გუშინდელმა დღემ და ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი კუთხე გურია და კონკრეტულად ლანჩხუთი წარმოვაჩინო ასევე პროფესიით ვარ მზარეული და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ განვითარებას მოგცემს რეგიონალურად. მე და ჩემი მეუღლის გურიაში გვაქვს ჩვენი ადგილობრივი თაფს ვაწარმოებთ, მცირე პატარა თაფლით, ნელ-ნელა ვფართოდებით, აი ესეთი ღონისძიებებით მადლობელი ვართ, რომ გვერდით გვიდგას ყველა, რომ ესეთი ღონისძიებები იყოს ჩატარებული. რაც ჩანაფიქრში იყო, იმაზე მეტი შედგა და იმაზე მეტი გაკეთდა, იმაზე მეტი ხალხი მოვიდა და იმაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდა. ყოველ წელს თითქმის ასე დაგეგმილად მივდივარ და ყოველ წელს აჭარბებს მოლოდინი და რაც მთავარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვენდორები არიან კმაყოფილი. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი პრეს-მდივანი საუბრობს. იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემასთან ექსკლუზიური ინტერვიუში კორუფციასა და ზელენსკის ავტორიტარული გადახრის შესახებ ისაუბრა. მენდელის პოზიციით მოქმედი პრეზიდენტი ხელისუფლებაში მხოლოდ იმის გამორჩება, რომ ქვეყანა სამხედრო კონფლიქტშია, ომის პირობებში კი მან არჩევნები გააუქმა. ყოფილი პრეს-მდივანი ზელენსკის იმ გარემოცვაზეც ამახვილებს ყურადღებას, მისი კომპანიებიც ევროკავშირიდან მილიარდობით ევროს იღებენ. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წლის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მისი უფლებამოსილება 2024 წლის 20 მაისს უნდა ამოწურულიყო. პრეზიდენტმა კი არჩევნების გაუქმება საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის მოტივით ახსნა და მას უდროო უწოდა. მე მჯერა, რომ ის ჩემი ქვეყნის მთავარ პრობლემად იქცა. მსოფლიომ უკრაინა ერთ კაცთან გააიგივა. მათ ეს სრულიად შეთხზული იმიჯი დაიჯერეს. ჯერა, რომ ზელენსკი ახლა ამ ომის მთავარი ბენეფიციარია. 2 წელი ვიმუშავე მასთან და ვიყავი, ასე ვთქვათ, მის ყველაზე ერთგულ პროპაგანდისტებს შორის. პრეს-მდივანი საკუთარი სახელით არ საუბრობს. ის პრეზიდენტის ხმა და არ შეიძლება მას საჯაროდ დაუპირისპირდეს. ჯერ კიდევ 2021 წელს პირად საუბრებში ძალზე კრიტიკული გავხდი. ბევრნი ვფიქრობდით, რომ ის პირველ საპრეზიდენტო ვადასაც ვერ დაასრულებდა. მისი არაპროფესიონალიზმი თვალსაჩინო იყო. ის წელში გატეხა ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ამერიკელ დიპლომატებთან კონფლიქტმა, ხოლო მერკელთან უბრალოდ კატასტროფული ურთიერთობა ჰქონდა. ევროპაში ეგრეთ წოდებული მსოფლიო პრაიდი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. ლგბტ საზოგადოების განცხადებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბერლინის პრაიდზე
სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. პრაიდ აღლუმები ამსტერდამში, სტოკჰოლმსა და ჰამბურგში გაიმართა. მსოფლიო პრაიდის ღონისძიებები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში იმართება და დასკვნითი კონცერტით სრულდება. ცნობისთვის, სწორედ ამსტერდამში მსოფლიო პრაიდის ფარგლებში შედგა ერთნაირ სქესიან პირთა შორის ქორწინების პირველი ცერემონია 2001 წელს. საბერძნეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. საბერძნეთში ტყის ხანძრების ლიკვიდაციის ოპერაცია და მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერი ქარების შედეგად ხანძარმა ათენის მიდამოები მოიცვა. საფრანგეთის ვარის დეპარტამენტში ხანძარმა 1000 ჰექტარზე მეტი ფართობი მოიცვა, რის გამოც 2500 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ხელისუფლებამ რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ესპანეთის დედაქალაქის გარშემო კი ვითარება სტაბილური გახდა, თუმცა მეხანძრეები ლეონის პროვინციაში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ეს იყო ახალი ამბები 7-ზე, მე ამით გემშვიდობებით ნახვამდის.